ეგრეთ წოდებული ბეტონის ჯუნგლებს ავწდებით ამ კოდექსით. მე ვფიქრობ, რომ კი, თუ გინდა არსებულ განაშენიანების თანამართებაში მიიღო რაღაც განსხვავებული უფლება, მაშინ უნდა გააკეთო კვარტლის განვითარების გეგმა. ჩვენ არ გვაქვს საქართველოს განათლების ის დონე, რომ ბაკალავრია, მაგისტრატი უნივერსიტეტში რომ მიიღებს დიპლომს, ის უკვე მზად იყოს პროფესიაში შესვლისთვის. შეიძლება თუ არა ყველა კომპანიას მიეცეს ამის უფლება. ის აუდიტი, ის ექსპერტი აღმოჩნდება, რომ საერთოდ არ მისულა იმ ადგილზე. უბრალოდ გასცა დოკუმენტი, მაგრამ მე ვერ არ ხდება მისი გადამოწმება, ის რეალურად მივიდა იქ, კვლევა ჩაატარა თუ არა. ეს სხვა პრობლემაა. და მივიღეთ კორპუსი, რომელიც ჩვენზე გაიხსნა. ჩვენი ინსპექცია საქმეზე ორიენტირებული არ არის, მე შემთხვევაში, ხო? ესე იგი, ისინი მოდიან და ეძებიან რაღაცა აი ფორმალისტურ დარღვევებს. პროექტში ქონდა ჩვენ ლიცენზირება და თქვათ განშლის საფუძველზე განსხვავების აკრძალვა, მაგრამ ნუ იქ ახლა როგორც გითხარი, დეველოპერები იყვნენ ჩართულები მათ შორის და დეველოპერებს ისთვის მისაღები არ აღმოჩნდა ეს მიდგომა, ამიტომაც იმ მომენტისთვის ეგ ნორმა წაიშალა. ადამიანს გონია დღეს მოქალაქეს შევიდა ბინაში, იყიდა საკუთრება და ჭერით რახან თავზე ხურია. გონია რომ უკვე საკუთრება, მაგრამ ამ კორპუსი შეიძლება იყოს ჩაუბარებელი. ეგ არის პრობლემა, შეიძლება მაგაზე საუბრობთ, სწორედ. არ უნდა კონდეს უფლება აშენოს, არ უნდა იყოს უფლება რომ ჰაერი გასვისდეს. ანუ პროექტი მაქვს. კანონი გამოგვიდა უფრო მაკონტროლებელი, ვიდრე მომწესრიგებელი. ხო, ანუ მაქვს კითხვა, რაც უკვე გაფუჭდა და 28 წლამდე კიდევ ფუჭდება. აი ამის გამოსწორების გზა სად არის? თან ახლა მოდაშია. რაც უფრო მაღალ სართულზე ცხოვრობ, რომ მთელ ქვეყნიერებას თავზე უნდა გადავყურებდე, ეს კომპლექსია ჩვენი. დაბლა არ უნდა იყოს, მაღლა უნდა იყოს ყველაზე მაღლა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით, დამცავ ზონებთან დაკავშირებით, როდესაც ნებართვები ასე ჭიანურდება, არის თუ არა ზედმეტად მკაცრი ეს კანონები? აუცილებლად, მე ვფიქრობ, რომ ძალიან მკაცრია კულტურული მემკვიდრეობის კანონმდებლობა საქართველოში. საერთოდ გადასახედი არის და ინვენტარიზაცია გაკეთდეს თავიდან, რამდენად სწორად მიენიჭა ამ ძეგლებს სტატუსი. მე საკუთრე ვარ, მაქვს ჩემი ავტოფარეხი. არის კორპუსის ზონაში, წითელ ხაზებში. დამინგრიეს ეს ხო ეზოში. და რა შემიძლია გავაკეთო? მოგესალმებით პატივცემულო მსმენელებო და მაყურებლებო. ძალიან ბედნიერი ვარ იმ ფაქტით, რომ ჩვენმა წინა ეპიზოდებმა საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოიპოვა. პირველი ეპიზოდისთვის და მეორე ეპიზოდისთვის საკმაოდ კარგი შედეგია და ეს არის თქვენი დამსახურება. მე ერთხელ კიდევ მინდა გთხოვოთ აუცილებლად გამოგვეხმაურეთ და მინდა იცოდეთ, რომ ჩვენი მიზანი ნამდვილად არ არის აი მონეტიზაცია და ეხლა რაც მეტი მაყურებელი გვეყოლება ჩვენი ვინმე ფულს გადაგვიგდეს. ასე არ არის. ჩვენ რასაც საუბრობთ, ეს მე და ბატონმა ლევანმა ძალიან კარგად ვიცით. ასევე კარგად იცის იმ სტუმარმა, რომელთანაც ეს თემები უნდა გავშალოთ. ამ პოდკასტების მიზანია, რომ ის ყველაფერი, რაც თქვენ ცხოვრებაში ხანდახან მთელი სიმწავით დგას, თქვენთვისაც იყოს ცნობილი, თქვენც იყოთ მომზადებული, არსებობს გამოთქმა იცოდე კანონი და იქნებით დაცულიო. აქედან გამომდინარე, ამ პოდკასტების გაზიარება ხშირი, მისი მოწონება ალგორითმს აძლევს შესაძლებლობას, რომ ამ პოდკასტებმა წინ წაიწიოს, მეტმა მაყურებელმა ნახოს და მეტი ადამიანი გახდეს ინფორმირებული, იყოს ინფორმირებული იმ საკითხების შესახებ, იმ პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ, რომელიც ყოველდღიურად გვაწუხებს და ხანდახან არ ვიცით რა გზას დავადგეთ. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი არის ძალიან საპატიო ადამიანი, ჭკვიანი, ნიჭიერი ბატონი კობანა ყალიჩავა. ის გახლავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი და რაც ყველაზე მთავარია და ჩვენთვის საინტერესოა, სამშენებლო კოდექსის თანაავტორი, რომელიც 2018 წლიდან ამოქმედა საქართველოში. ჩვენ ვიცით, რომ ქონდა უამრავი ნორმატიული აქტი, გაფანტული აქეთ, იქით, ამ ნორმატიულ აქტებს შორის ძალიან ბევრი ლაბირინთი იყო და დაიკარგა ბევრი ამ ლაბირინთში და ბევრი პრობლემები წარმოიშვა აქედან გამომდინარე. და აი ამ კოდექსმა თავი მოუყარა იმ პრაქტიკას, იმ გამოცდილებას, იმ სამართლებრივ გამოწვევებს ყველაფერს და ყველაფერს დაარქვა თავისი სახელი და ჩვენ ახლა ბატონ კობასთან ერთად გვინდა გავიაროთ
თემა, რა მოგცა ახალმა კოდექსმა, რა დაალაგა, რა ჯერ კიდევ ვერ დაალაგა და პრაქტიკაში როგორი სიცოცხლის უნარიანი აღმოჩნდა ეს კოდექსი. რა გამოწვევების წინაშე ვიდექით, რა მოგვიხსნა ამ კოდექსმა და რა გამოჩნდა კიდევ გასაკეთებელი. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. სასიამოვნოა ამ ფორმატში თქვენთან სტუმრობა. ბუნებრივია ეს ტანდემი, ჟურნალისტი, იურისტი, ადვოკატის ტანდემი საბოლოო ჯამში ემსახურება ეფექტურად უფლების დაცვას და მართალი საქმის მსახურებას, იმიტომ რომ ინფორმირებული, ასე ვთქვათ, ადამიანი, ინფორმირებული მოქალაქე უფრო ეფექტურად იცავს თავს, ვიდრე, ასე ვთქვათ, ადამიანი, რომელსაც არ აქვს ეს ინფორმაცია, ძალიან კარგ საქმეს აკეთებს დამმართულებით. იმიტომ რომ სამართალი არ არის მარტო ქაღალდზე, ის მოქმედებაშია და მოქმედებაში ირდება, რა თქმა უნდა, ბრძოლა და ასე ვთქვათ, ჟურნალისტებს ეს ყველაზე კარგად გამოსდით, ხო? ნუ გილოცავთ ამ ფორმატს, ძალიან სასიამოვნოა. კიდევ ერთხელ მონაწილეობა აი ამ ფორმატში და მით უმეტეს აი ამ საინტერესო კითხვაზე საუბარი თქვენთან ერთად, ეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა გახდა საქართველოში, უკვე აი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, როცა ძალიან ბევრი წითელი ხაზი გაჩნდა, ბევრი მესაკუთრე გაჩნდა, ნიშნავს იმას, რომ ძალიან ბევრი ინტერესი გაჩნდა ამ სფეროში, ყველას უნდა მეტი ის ასე ვთქვათ მიღება, რომელმაც შეიძლება საჯარო თუ კიდე სხვა მეზობელი თქვათ მეზობლის ინტერესები დააზიანოს, ამიტომ გახდა ეს სფერო აქტუალური. კოდექსის მიღებამდე მართალი ბრძანეთ გაბატონ ელზარო სფერო იყო ძალიან ისეთ ქაოტური და აი კოდექსის მიღებამ პრინციპში აი კოდიფიკაციამ უფრო მძლავრი გახადა, ასე ვთქვათ, ნორმატიულ დონეზე ინსტრუმენტი და მეთოდი, რომელიც შერჩეული იყო ამ კოდექსის მუშაობისა, ძალიან სწორი იყო. ჩვენ მაშინ გავაკეთეთ 18 უძგვერდიანი დოკუმენტი დაახლოებით. იქ ჯერ დიაგნოზი დავუსვით სფეროს, ანუ რა ვთქვათ, მდგომარეობაში იყო ეს სფერო და ამის მერე ასე ვთქვათ, ევროპული და მათ შორის გერმანული სამართლის გამოცდილების გაზიარებით და თუ რამე იყო ვთქვათ ესეთი კარგი რომელიც გამოყენება შეიძლება ქართული უკვე დამკვიდრებული ასე მიდგომების გამოყენებით და ქართული რეალობისგან გამომდინარე შევეცადეთ რომ ასე ვთქვათ ევროპული პასუხი გაგვეცა ამ გამოწვევებისთვის და მივიღეთ დოკუმენტი რაც მივიღეთ 12 წელს დაიწყო მასზე მუშაობა სხვა შორის უფრო ადრე წინა ხელისუფლების პერიოდში დაიწყო ამ ხელისუფლებამ გააგრძელა და მე პარლამენტში რომ მიიღო ეს კოდექსი, მას წინააღმდეგი ხმა არ ქონია. შეიძლება ყველა არ დაუჭირა მხარი, მაგრამ წინააღმდეგი ხმა არ, იმიტომ ყველა აღიარებდა, რომ საჭიროება რეგულირებისა ამ სფეროში ნამდვილად არსებობდა. ეხლა თქვენი კითხვა, რა შეცვალა აი ამ კოდექსმა, რომელიც ჩვენ შევემუშავეთ და როგორც ძირითადი კოდექსი. ძირითადი კოდექსი, კარგი იყო ისიც, რომ ნუ კოდექსი ერთი ადამიანი წერს, მაგრამ ჩართულობა იყო ძალიან ბევრი და ესეთი მძლავრი პრაქტიკოსებიც იყვნენ და მარტო იურისტები არ იყვნენ, აქ იყვნენ ურბანისტები, არქიტექტორები, კონსტრუქტორები, მშენებლები. 4 რაც მახსოვს დიდი შეხვედრა ჩატარდა. დაახლოებით 100-150 კაციან შეხვედრა ჩატარდა, სადაც სპეციალისტები მონაწილეობდნენ, დეველოპერები მონაწილეობდნენ და მათი მოსაზრებების გაზიარებით მათ შორის მივიღეთ კომპრომისული ვარიანტი ბოლოს. ეხლა ჩვენ ალბათ შეგვიძლია ვისაუბროთ აი იმპაქტი რა გავლენა ქონდა ამ კოდექსს, ასე ვთქვათ, ერთი ნორმატიულ დონეზე, ანუ რა რეგულაცია შემოგთავაზა, რა შეცვალა სამართლებრივად და მეორე პრაქტიკაში როგორ არის ნორმები ალბათ გაუქმდა, ხო? შეიცვალა ბევრი, ეხლა უკვე ანუ რეტროსპექტიულად დაახლოებით მე-8 წელი არის უკვე ხო ეს კოდექსი მიღებულია, მე-7 წელია ამოქმედებულია, 19-ში ამოქმედა ეს კოდექსი. შეიძლება უკვე ჩვენ დაკვირვების საფუძველზე ემპირიული მათ შორის როგორი მუშავა კოდექსმა რა ცვლილება შევიდა ამ კოდექსში ვისაუბროთ მათ შორის ანუ რამდენად სწორად იყო ეს დოკუმენტი მიღებული. ნუ პრინციპში თუ ჩვენ დასაწყისში დეტალებში არ შევალთ, მთავარი პრინციპი და მთავარი რაც შესვალა ამ კოდექსმა ის იყო რომ ნუ ჩვენ რა თქმა უნდა კოდექსმა პატივისცა ამ სფეროში ბიზნეს და დეველოპერი როგორც ერთ-ერთი ეკონომიკური აქტორი მართულების საქართველოში ეს ყველამ ვიცით რომ ერთ-ერთი წარმართველი აქტორია დეველოპერი
თუმცა ბიზნესის თავისუფლება იმგვარი შეზღუდვის პირობებში, რომ სახელმწიფო საჯარო ინტერესები და კერძო სხვა მეზობელი ინტერესების გათვალისწინება ყოფილიყო უზრუნველყოფილი, ხო? მთავარი აი ეს არის ანუ ჩვენ ამოვიდეთ მაშინ იმ პოზიციიდან, რომ ეხლა ამზეგრანი რამდენსაც აწევს სიმაღლეს, ეგ არ არის, ასე ვთქვათ, მასშტაბი და რამდენი ფული აქვს დეველოპერს, ხო? არამედ ის რაც დაშვებულია, ხო, ნორმალურ თქვათ ქვეყნებში. პრინციპში ნორმატიულ დონეზე რომ ამ კოდექსს ჰქონდა ძალიან ბევრი თქვათ სულილებები შემოთავაზებული, იქიდან ჩანს, რომ თბილისში ჯერაც ამოქმედებული არ არის მისი ძირითადი ნაწილი, 2028 წლამდე არის გადამატებული, ანუ ეხლა ბუნებრივია, ხო, ეგ რო ყოფილიყო იგივე მიდგომებით, რაც მაქამდე იყო ამოქმედებოდა თბილისში მათ შორის, ბათუმში ეს ყველაზე დიდი მშენებლობები არის. პრაქტიკულად მორატორიუმი გამოაცხადა ამ კოდექსის ამოქმედებამ, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ ვიცით ბათუმში 50 კოეფიციენტიც კი გაცემულა და ეს მასშტაბი და მასშტაბის ბათუმში არის. ხო, ანუ თბილისშიც არ არის, ხო? ამიტომ თბილისში გამოცხადა მორატორიუმი და გამოსავალი იპოვეს იმაში ეხა ამ კოდექსის პირობებში, რომ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, თქვათ, პროგრამა აქ ბათუმს ჩაანაცვლება ავარიულ შენობაზე, მიიღება ინდულგენციას და არღვიო, ასე ვთქვათ, ყველა დაშვებული ნორმა, ხო? ეგეც მიანიშნებს იმაზე, რომ კოდექსის პირობებში, ასე ვთქვათ, მსხვილ მასშტაბიან მშენებლობას ვერ ახორციელებს დეველოპერი, ხო? და ასე ვთქვათ, უნდა დაემორჩილო იმ გარემოს, გარემოც და რა მოცემულობაც არის ამ შემთხვევაში. ეგრეთ წოდებული ბეტონის ჯუნგლებს ავწდებით ამ კოდექსით. მე ვფიქრობ, რომ კი, ანუ კოდექსის ამოსავალი ერთ-ერთი ამოსავალი არის რა, რომ საკუთრების უფლება მიწაზე მშენებლობის უფლებას არ ნიშნავს და არ უდრის. აი ეს არის პრობლემა, რომელიც მოქალაქეებს ხშირად დაწუხებ და ამბობენ, რომ აი საკუთრება მაქვს და რატო არ უნდა მომცემ მშენებლობის უფლება. მათ შორის აი ჩემთან დასული კითხვა მოქალაქეების მხრიდან, რომ აი საკუთრება მაქვს მიწაზე და ნებართვაზე უარს მეუბნებიან. დიახ. ეს ბუნებრივიც არის. მე ვფიქრობ, რომ საკუთარ და ეხა ყველა იურისტმა იცის, ხო, რომ საკუთრება მარტო უფლება არ არის, ხო? ის მათ შორის ვალდებულებაც არის და კონსტიტუციაში ეს გვიწერია ჩვენ. კონსტიტუციაში ესე განიმარტება საკუთრების უფლება, პლუს გერმანიის კონსტიტუციაში თუ ჩავხედავთ, იქ საერთოდ პირდაპირ წერია, ანუ საკუთრების უფლების მუხლი ესე იწყება საკუთრება ავალდებულებს და მეერე გადადის უფლებაზე, ხო? ამიტომ სოციალური, ეკოლოგიური და კიდე სხვაგვარი ბოჭვა საკუთრების თანხლები ბუნებრივი ამბავია, ხო? უნდა შეიბოჭოს. ამ მიმართულებით კოდექსმა თქვა, ანუ სამი ძირითადი ამბავი გამოიტანა, ხო? ანუ რა შემთხვევაში მოგცემ მშენებლობის უფლებას. პირველი თქვა, რომ და თბილისში პრობლემა გვაქვს ჩვენ განვითარება, მით უმეტეს მსხვილი პროექტების განვითარება ნაკვეთ დაუშვებელია. ანუ ჩვენ მოგმართავს დეველოპერი, რომელსაც ნაკვეთი აქვს ნაყიდი, ხო, და პროექტზე ორიენტირებულ ამზე გეგმას, GRG-ს თუ GDG-ს აკეთებს, ან ათანხმებს პირდაპირ ამ GRG-ს გარეშე პროექტს და ვიღებთ ყოველგვარი ურბანული ქსოვილის გათვალისწინების გარეშე ბეტონის ჯუნგლებს, რაც თქვენ ახსენეთ, ხო? და ეხლა დიდი გზა გამოვიარე ლისამდე საკმარისი მე ნახავ მაგალითები ამ ხრივ, სადაც 2 სართულიანი შენობა გვაქვს და იქ უცებ 10 სართულიანი შენობა რო ჩნდება, ხო, როგორ ეს? ან კოდექსი ამას ცალსახად კრძალავს და უარს ამბობს ესეთ მიდგომაზე, ხო? ჩვენ თქვით, რომ ესე იგი თუ გინდა არსებულ განაშენიანების თანამართებაში მიიღო რაღაც განსხვავებული უფლება, მაშინ უნდა გააკეთო კვარტლის განვითარების გეგმა. ანუ ესე იგი დეტალური გეგმის გარეშე კოდექსი ამბობს, რომ განაშენიანება დაუშვებელია, ნაკვეთზე ნებართვას ვერ მიიღებ, თუ თამაშის წესები არ არის კვარტალზე და ჩვენ არ შევთანხმდით მესაკუთრეები იმაზე, თუ როგორი გვინდა ეს კვარტალი იყოს. და კვარტალი განსხვავებით თბილისური მიდგომისგან და ძველი მიდგომისგან არ არის მიბული ფართობზე ნაკვეთის. ხო, აქამდე როგორ იყო ნახეთ, აი თუ გქონდა 5000 კვადრატული მეტრი ფართობი, ეს იყო გეგმარებითი ერთეული.
ანუ შენს ნაკვეთზე ხა 5000 კვადრატს ან ერთი მესაკუთრე ფლობს, ან რამდენიმე შეამხანაგდება, ხო? ამიტომ პრინციპში გეგმას ვაკეთებთ არა ასე თქვა საჯარო სივრცეში, არამედ კერძო საკუთრებაში. ამიტომ ინტერესთა დაბალანსებაც მარტივია მან, ხო? ანუ ჩვენ თვითონ ვთანხმდებით, რომ ეხლა ჩვენ სამნი რომელიც ფლობთ 9 გექტარს, ესეთ სავაშენებთ, ხო? ჩვენ ვთქვით, რომ გეგმარებით ერთეული ესეთი კი არა, გეგმარებით ერთეული არის კვარტალი, ესე იგი ქუჩათა ქსელში მოქცეული არეალი, სადაც შეიძლება ძალიან ბევრი ნაკვეთი იყოს და ბევრი ინტერესი იყოს და იქ მე ვეღარ დაასაბუთებ ერთი ნაკვეთი თუ არის გეგმარებით ნაკვეთი და მას თუ უნდა მშენებლობა, მან რატო მიიღო, ასე ვთქვათ, 15 სართულიანზე და რატო დარჩა მეზობელ ნაკვეთზე, არ ვიცი, 2 სართულიანის უფლება, ხო? ანუ სამართლიანი პრინციპის მომენტი, რომელიც კოდექსშიც არის გათვალისწინებული. ზუსტად, აი ამაშია საქმე კოდექსი ეგ შემოაქვს, ხო? თუ ესე იგი, კოდექსი ამბობს რომ ან არსებულ გარემოზე ემორჩილე, არსებული გარემო ეს არის ჩამოყალიბებული აქამდე ну, საბჭოთა პერიოდში პრინციპში და იქ არ იყო კერძო საკუთრებები და ეს ქონდა იმ პერიოდს, ასე ვთქვათ, მაგრამ სნიპები გვაქვს ისევ. მათი ძველი სნიპები. კარგი რომ ანუ სახელმწიფო იყო თავად მესაკუთრე მშენებელი და იქ ასე ვთქვათ რაღაცა ესე დეპრესიული და არადეპრესიული ნაკვეთები არ გვაქვს, ანუ თანაბარი განვითარება გვაქვს, ამიტომ ჩვენ ვთქვით რომ ამ თანაბარ განვითარებას აქვს, ანუ ფაქტს აქვს ნორმატიული შინაარსი. ხო, ანუ რა მოცემულობაც არის ტერიტორიაზე, ის არის უფლება აღმჭურველი ან მავალდებულებელი, ხო? ანუ რა მოცემულობაც არის ტერიტორიაზე, იმ უფლებას მიიღებ, მეც ვერ მიიღებ, ამაზე მეც ესე იგი ეს უფლება ვალდებულება ნორმაა პრაქტიკულად, ხო? ესე ანუ ფაქტობრივი მოცემულობა მე რო ვყიდულობ ნაკვეთს, ახალი კოდექსის ფარგლებში ვიცი რომ იმ ტერიტორიაზე სადაც ნაკვეთს ვყიდულობ, რა მოცემულობაც არის, იმაზე მეტ უფლებას ვერ მივიღებ. და თუ მეტი უფლება მინდა მივიღო, მაშინ გედეგე უნდა გავაკეთო. დეტალური გეგმა, რომელიც კვარტალზე კეთდება და იქ ინტერესების დაბალანსება ძალიან მარტივად ასე ვთქვათ ხორციელდება, ხო? ბატონო კობა, ჩვენი მაყურებლებისთვის რომ იყოს ადვილად გასაგები, რას მოიცავს ეს კოდექსი? ძირითადად რა შეეხმარება მოქალაქეებს და არის თუ არა ეს კოდექსი ის, რომელიც ძირითადად მოიცავს ყველა სხვა დანარჩენ იმ საქმიანობას, რითაც შეიძლება იხმძღვანელონ. Ну კოდექსი მაინც ჩარჩო დოკუმენტია, მე ესე ვიტყოდი, სატელიტური მოდელივით არის რაღაცა, შუაში მთავარი ბირთვი არის კოდექსი და მის გარშემო არის კიდე რამდენიმე ნორმატიული აქტი, ასე ვთქვათ, მოძრაობს ტრიალებს, ესე ვთქვათ, ხო? ჩარჩოს დონეზე მოქალაქისთვის ნახეთ როგორ არის რა მიდგომა იყო ძველ კანონმდებლობაში, მათ შორის რის გამო შეიცვალა, ხო? კოდექსი ის იყო რომ აი ჩათვალე რომ სახელმწიფო ორგანოსთან მიდიხარ, მიგაქვს საპროექტო დოკუმენტაცია, უნდა შეათანხმო პროექტი და მხოლოდ ნახატს ითანხმებს სახელმწიფო ორგანო, ხო? ანუ არქიტექტურული პროექტი იყო ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, რასაც სახელმწიფო ორგანო ითანხმებდა, არავითარი გეოლოგია, არავითარი კონსტრუქციული, ვთქვათ, პროექტი, არავითარი შენობების მიმართ ხარისხობრივი მოთხოვნები, ხო? მხოლოდ ამას აკეთებდა. ჩვენ თქვით კოდექსმა თქვა, რომ ყველაფერი იწყება გეოლოგიით, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ასე ვთქვათ, რა შემთხვევაში შეიძლება იყოს შენობა ნაგობა მდგრადი, ამას უნდა მოყვეს ამაზე დაფუძნებული მე რეკონსტრუქციული პროექტი, აქაც 2 საფეხურიანი, ვთქვათ, გადაზღვევა შემოდის, ასე ვთქვათ, მცოდნე სერტიფიცირებული პირი აკეთებს ამ პროექტს და მე კიდე მესამე პირი უკეთებს ექსპერტიზას ამ პროექტს, ხო? რომ საბოლოოდ ჩვენ უსაფრთხოებაში დავწმუნდეთ. ან სივრცითი წყობა საინტერესოა, რა თქმა უნდა, როგორ გამოიყურება შენობა ნაგებობა ურბანულ ქსოვილში, მაგრამ უსაფრთხოება იმაზე უფრო მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა და კოდექსმა ამ მხრივ ასევე შეცვალა მიდგომები. ნუ ეხლა ამასთან მიმართებით გაგრძელება შეიძლება თემის იყოს ის, რომ კოდექსმა თქვა, რომ ნებისმიერი პირი, ვინ ჩართულია მშენებლობის პროცესში, იქნება ეს პროექტირება, იქნება ეს მშენებლობის პროცესი, თუ ზედამხედველობა, ყველაფერი უნდა იყოს სერტიფიცირებული. ეს ითქვა პოლიტიკის დონეზე, აი როგორც ასე ვთქვათ, ექიმის გარეშე სხვა პირი ვერ გააკეთებს, განახორციელებს საქმიანობას სამედიცინო სფეროში, ისე არ შეიძლება ნებისმიერმა პირმა
შექმნას პროექტი. Როგორც ასე ვთქვათ, აი ადვოკატის ლიცენზიის გარეშე კვალიფიცირების გარეშე არ შეიძლება ჩვენ ვერ მივახსოვთ რაღაცა გამართულ შედეგს, ესე არის არქიტექტურის სფეროშიც, ხო? კერძო მომეტებულია, ხო? ესე იგი მთელი ქალაქი სამ სერტიფიცირებას. აი ეს არის საინტერესო ამბავი, რომ ჩვენ მაშინ იმდენად მნიშვნელოვანი იყო ეგ საკითხი, რომ კოდექსში კი ქონდა ერთი თავი ამაზე, მაგრამ ამაზე დისკუსიებმა გადაწყვეტა სხვა საკითხები. მე კომპრომისი დაუშვით, რომ მოდი სხვა კანონმა დაარეგულიროს ესო. დავთქვით ასე. ყოვლის მომცველია და ძალიან რთულია. დაც დავთქვით ამისთვის, მაგრამ დღემდე გადავადებულია ეს ამ ვალდებულების ამოქმედება. ყოველ შემთხვევაში ეკონომიკის სამინისტრომ გააკეთა, მე კანონზე უარი ითქვა, მთავრობის ადგენილებაზე გადამისამართა ეს ყველაფერი, მთავრობის ადგენილების პროექტი მომზადდა, მთავრობამ დაამტკიცა ეს პროექტი მიიღო, მაგრამ მიდგომა რაც იქ არის მოცემული, აბსოლუტურად მე პირადად არ მომწონს მიუღებელია ჩემთვის რა. ნახეთ რა მოდელია ჩადებული, ანუ რაღაც ინსპექტორების ორგანოები არის აკრედიტებული, რომლებიც ადგენენ თვითონ საკითხებს და თვითონ გასცემენ სერტიფიკატებს, ასე ვთქვათ, ხო? და ესეთი შეიძლება იყოს რამდენიმე ინსპექტორების ორგანო, რომელიც სერტიფიცირებას ახდენს ამ ერთმანეთის კონკურენტები თან ალბათ. ხო, დიახ, და ეხლა ვინ რა იმას აქვია ტესტებს შეადგენს და იქ არ ვიცი ხა რა კომუნიკაცია აქვს გამომცდელ იმას გამოსასწორ პირთან, ეგეც რისკის შემცველია ბუნებრივია. ჩვენ გვინდოდა უფრო აი ადვოკატი და ასოციაციის მსგავსი ორგანიზაციის შექმნა, რომელიც უცხოურ განათლებაზე ასე ვთქვათ, იქნებოდა ორიენტირებული, რა თქმა უნდა და არ მგონია რომ ეხლა სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველი იყოს ეგეთი გილდიების და ასოციაციების შექმნა. კი მართალია, რაღაცა ძლიერი ჯგუფი ყალიბდება ამ შემთხვევაში. პროფესიული კავშირებითაც გამოდის რაღაც. რა თქმა უნდა, ხო და მაგრამ ერთის ჩაგეკითხებით ამ თემაში ინსპექტორების ორგანო და ექსპერტიზების დამოუკიდებელი ექსპერტიზა ძირითადად მაინც აკრედიტაციის ცენტრში გადიან აკრედიტაციას. არის გარკვეული მეთოდოლოგია, ის მოთხოვნები უნდა შეესაბამებოდეს, ეს არის ეკონომიკის სამინისტროს ქვემდებარე CP, რომელიც ამ ყველაფერს არეგულირებს, მაგრამ იქ არის კიდევ ისეთი გარკვეული მოთხოვნები, რომელიც საერთოდ პრობლემებს იწვევს. ისეთი კანონები აქვს, განქვემდებარი აქტები აქვს, რომ ზოგჯერ აზიანებს კი არ ამ სუბუქებს აზიანებს პირიქით საკითხებს და მithumetes ესეთი აკრედიტებული სუბიექტების მიერ სერტიფიცირების განხორციელება არ ამგონია სწორი იყოს, ხო? ამიტომ უნდა შეიქმნას რაღაც ასოციაცია, რაღაც კავშირი. ამიტომაც არის ვთქვათ გადავადებული ეს თავად არქიტექტორები ითხოვენ რომ მოდი ეს არ ამოქმედოთ, არა თავიდან ითხოვდნენ რომ სერტიფიცირება გვჭირდება და რაღაც ასოციაციური გაერთიანება გვჭირდება, ხო? მიდგომა არის არასწორი, ხო? იქ არც ეთიკის ვთქვათ კომისია არ არის, რა პრინციპით გაცემ, ერთიანი პრინციპი არ არის გაცემ ამ სერტიფიკატს, რა პრინციპით გააუქმებ, შეუჩერებ, ხო, რეგულირება გვჭირდება ამ მართულებითაც, ხო? ერთი მომენტი არა და სხვა მხრივ მნიშვნელოვანია. ჩვენ არ გვაქვს საქართველოს განათლების ის დონე, რომ ბაკალავრია, მაგისტრატი უნივერსიტეტში რომ მიიღებს დიპლომს, ის უკვე მზად იყოს პროფესიაში შესვლისთვის, ხო? ანუ ეხლა გერმანიაში ვიცით რომ იურისტი რომელიც ამთავრებს იმას აქვია ფაკულტეტს და ორ სახელმწიფო გამოსვლას აბარებს, ის მზად არის ყველა პროფესიაში შესვლის. მოსამართლის გახდება, ადვოკატის გახდება და ნებისმიერი ჩვენთან არა, ამიტომაც კიდე ერთი დამატების საფეხური შემოტანა მნიშვნელოვანია, ხო? ჩვენ ვანდოთ ესეთ საქმის გაკეთება არქიტექტორს, მან უნდა გაიაროს ეს მესამე, მოდი დავარქვათ ამას, მესამე საფეხურიც, ხო? ამიტომაც ეს უნდა იყოს რაღაც ერთიან პრინციპზე დაფუძნებული, სადაც ასე ვთქვათ მუშაობენ კვალიფიციური ადამიანები და აკეთებენ ამ საქმეს სწორად და აკურატულად, ესე ვთქვათ, ხო? ბატონო კობა, ჩვენ შევეხეთ იმ საკითხს, რომ ეს კანონი მათ შორის შენებლობის ნებართვებზე არის ორიენტირებული გაცემის წესებზე, მას აქვს გარკვეული ასე ვთქვათ, სხვადასხვა მიდგომები, სხვადასხვა ნორმატიულ აქტებზე, სხვა აქტებზე მიგვითითებს, სხვა განშტოებებზე მიგვითითებს, მაგრამ აი რა არის ყველაზე მთავარი, იცით, რაც შეიძლება მოქალაქეს დღეს აინტერესებდეს, რომ შენებლობის ნებართვის გაცემა, აი წეხან ვისაუბრეთ ჩვენ მაგალითად რომ ჯუნგლების ის გვაქვს ბეტონის ესეთი შეიძლება თუ არა ყველა კომპანიას
მიეცეს ამის უფლება. დიახ, ეს ერთ-ერთი მთავარი კითხვა არის. და მნიშვნელოვანი კითხვა. ანუ გააჩნია რა მშენებლობაზე. აი ამ პირობებში, როდესაც სივრცითი მოწყობის გეოლოგიური თემები, მათ შორის ეკოლოგიური საკითხები არ არის დალაგებული და რაღაცა პრობლემები გვაქვს, ხარვეზები გვაქვს. შეიძლება თუ არა რომ აი მაგალითად არატარებს შენებელი მაგალითად ავიღოთ სამშენებლო კომპანია. არატარებს ჩვეულებრივ კვლევას. არატარებს კვარტლის კვლევას, არატარებს დეტალურ კვლევას, და მათ შორის მოაქვს ასეთი, როდესაც მაგალითად კანონი ეუბნება, რომ შენ უნდა წარმოადგინო დამოუკიდებელი ექსპერტის ცნობა, აუდიტის შეფასება და ასე შემდეგ. ის აუდიტი, ის ექსპერტი აღმოჩნდება, რომ საერთოდ არ მისულა იმ ადგილზე. უბრალოდ გასცა დოკუმენტი, მაგრამ მე ვერ არ ხდება მისი გადამოწმება, ის რეალურად მივიდა იქ, კვლევა ჩაატარა თუ არა. ესეც ხო პრობლემაა. და მივიღეთ კორპუსი, რომელიც ჩვენზე გაიხსნა. დიახ. მაგალითად. დიახ. ხო, ნახეთ, პირველი კითხვა, ან პირველი ნაწილი კითხვის, ყველას უნდა ქონდეს უარყოფილება ააშენოს, ხო? დიახ. ამ მხრივ ჩვენ როცა კოდექსზე მუშაობდით, იქ ერთ-ერთი პუნქტი იყო, რომ ლიცენზირება შემოგვეტანა, ხო? ეხლა საქართველოში ყველაზე მარტივი და ადვილი გზა გამდიდრების არის, მოდი ეხლა შევამხანაგდეთ, რაღაც ნაკვეთი ვნახოთ და ავაშენოთ კორპუსი, ხო? ესეთი დაშვება რო არ ყოფილიყო, ხო? მხოლოდ იმ გამოცდილების მქონე ადამიანებს, რომელსაც ასევე ფული აქვთ, ფინანსები აქვთ, ამას ფინანსები ჭირდება, ხო? მხოლოდ მათ უნდა შეძლებოდათ მხოლოდ მშენებლობა და არა ისე როგორც ახლა ის დღეს არის ბაზრის ლოგიკაზე დაფუძნებული, ხო? ეხლა ჩვენ შევამხანაგდებით, ნაკვეთს ვიპოვით, ნებართვას ავიღებთ, ხო? და მე გავაკეთებთ განშლა საჯარო რეესტრში, ჰაიერს გავყიდით და მე არ ვიცით კიდე, ასე ვთქვათ, ამას ბოლომდე მივიყვან თუ არ მივიყვან, ხო? და ამას მე მთელი რიგი თამდვე პრობლემები აქვს. მესაკუთრეები, უამრავი მიტოვებული მშენებლობა. მე ეხლა რო გაიყიდა ეს შენობა ნაგებობა, ისე რა ქვია, შუა პროცესში და ფული ავიღეთ, ინტერესი იმისა, რომ ხარისხიან გავაკეთო, ეგეც არ არის, ხო? მიხვდით, ადამიანური ბუნებაა, რომ მეტი მოგება დარჩეს, ხო? მით უმეტეს თუ არ აგრძელებ კიდე ამ ბიზნესში არ რჩები და გაკეთე სხვა პროექტები, ხო? თუ ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ რაღაცა კვალიფიციური კომპანია გვაქვს, რომელიც ასე ვთქვათ, მის ავტორიტეტზე ფიქრობს და უნდა რომ ნდობა კონდეს საზოგადოებას მის მიმართ, მყიდველს ამ შემთხვევაში, ხო? ის ბუნებრივი, მიუხედავად ამისა, ხარისხიანს გააკეთებს, ხო? იმიტომ რომ სახელი, რეპუტაცია არის ღირებულება უნებრივია, ხო? ამიტომ ეს мотиваციაც იყო მათ შორის, რომ ყველას არ ქონდოდა უფლება მშენებლობის განხორციელების, ხოლო იმას, რომელსაც გამოცდილება აქვს, რომლის მიმართ ნდობა აქვს სახელმწიფოს გასცემს ლიცენზიას და კი მართალია, ეს გამოიწვევს გარკვეულ მონოპოლიებს, მაგრამ ამ სფეროში ალბათ დასაშვები უნდა იყოს ეს მონოპოლიებიც, ხო? და ნახეთ როგორ არის. არა, მონოპოლია ვერ იქნება. სამშენებლო დეველოპერულ ბაზარზე რამდენიმე სერიოზული დეველოპერი არის და უკვე არის კონკურენცია. გამოკვეთილი, კი ბატონო, გამოკვეთილი არის უკვე და პრინციპში ეს თქვა გამოსავალი იქნებოდა. ეხლა დღეს ლიცენზიას თუ არ შემოვიტანთ, თუნდაც ის აგზავნოთ, რომ ჰაიერში იმის აქვია ფართების გაყიდვა გასხუსება დაუშვებელია, ეგეს გამოსავალი შეიძლება ყოფილიყო, ხო? იმიტომ რომ მხოლოდ ის კომპანია დაიწყებდა მშენებლობას, რომელსაც აქ რესურსი რომ ბოლომდე მიიყვანოს ეს საკითხი. და არა იწყებს იმის იმედად, რომ ვინმე ფულს შემოიტანს. მაგრამ რაღაც აკრძალვა გვინდა აუცილებლად მართული. მაგრამ ბატონო და არის ეს აკრძალვა კოდექსში გათვალისწინებული. კოდექსში ეს აკრძალვა არ აქვს. და პროექტში გქონდა ჩვენ ლიცენზირება და თქვათ განშლის საფუძველზე განსხვავების აკრძალვა, მაგრამ იქ ახლა როგორც გითხარი, დეველოპერები იყვნენ ჩართულები მათ შორის და დეველოპერებს ბისთვის მისაღები არ აღმოჩნდა ეს მიდგომა, ამიტომაც იმ მომენტისთვის ეგ ნორმა წაიშალა. ხო და ახლა ეგ შეზღუდვა. ჩემი აზრით არ არის, ჩემი აზრით აი ეს წაშლის რომ წაიშალა, ჩემი აზრით ამან უფრო შედეგი გამოიღო და დღეს უფრო მძიმე რთულ სიტუაციაში ვარ, თუმცა ერთი მაინტერესებს ამ თემით ვარ დაინტერესებული, ზოგადად თქვენ კარგად იცით და ჩვენ გვაქვს ამავე კოდექსში ჩვენ გვაქვს ზედამხედველობის ინსტიტუტი.
ზედამხედველობის ინსტიტუტი, რომელიც ამოწმებს ზედამხედველობის ინსპექცია, რომელიც ამოწმებს შესაბამისობას სამშენებლო ნორმებთან და ასე შემდეგ. მაგრამ აი დაუშვოთ, ახლა ვისაუბრეთ, რომ აი ჩაუბარებელი ბინები ჰაერი გაიყიდა და მერე გადაიბარა სხვა და აი მე მაინტერესებს ესეთი რამ, ეს რომ ამას რომ ავერიდოთ. ჩვენ გვაქვს ზედამხედველობის კანონი, სპეციალური ცალკე კანონია, რომელიც პროდუქტების უსაფრთხოების შესახებ და ასე შემდეგ. ხო შეიძლება რომ იმ კანონში შევიდეს ესეთი ცვლილება და თქვას იმ კანონმა რომ იცი რა მე ექსპლუატაციაში უნდა შევიდეს აუცილებლად უნდა ვამოწმო დრო და დრო ესე კი არა შერჩევითობით როგორც დღეს ხდება ხო შერჩევითობით ხდება შემოწმება არამედ შევიტანოთ ცვლილება კანონში და ვთქვათ რომ და ან დავამატო და ვთქვათ რომ აღარ გაჩნდეს ეს დაუმთავრებელი შენობები ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობები ავდგეთ ბატონო და შევიტანოთ ისეთი ცვლილება რომელიც ხელშეუწყობს იმას რომ აღარ იყოს ეს ასეთი პრობლემა არ იყოს დაუმთავრებელი ექსპლუატაციის ადამიანს გონია დღეს მოქალაქეს შევიდა ბინაში იყიდა საკუთრება და ჭერით რახან თავზე ახურია გონია რომ უკვე საკუთრება მაგრამ კორპუსი შეიძლება იყოს ჩაუბარებელი ექსპლუატაციაში მიუღებელი საკუთრებაში ვერ გადავა კი ეგ არის პრობლემა სერიოზული მაგაზე ვსაუბრობთ სწორედ და საკუთრებას არ უნდა კონდეს უფლება აშენოს არ უნდა იყოს უფლება რომ ჰაერი გასხვისდეს ეს გამოსავალი ხო იქნებოდა რა თქმა უნდა და მართლობის ცვლილება თუ გახორციელდება კოდექსში ეს არაჩვეულებრივი იქნება ხო და ეს თავისთავად ანუ ბაზრის ძალა რეგულირებაში ძალიან მნიშვნელოვანია თუ ჩვენ შევზღუდავთ ფინანსურ ნაკადებს არაფრისგან ჰაერისგან ხო შენ ეს თავისთავად არეგულირდებოდა ხო ბაზრის ძალა იმოქმედებდა ამ შემთხვევაში ხო ეხლა თავად ინსპექციასაც შეეხება ინსპექციის ეფექტურობაზე მკითხეთ მათ შორის ხო, ну, აქ უკვე რეტროსპექტიულად ინსპექცია მერე მოვიდეს გაცემულ ნებართვაზე, რა მექანიზმი უნდა კონდეს, არაფერი, ხო? ამიტომ ჩვენ ცოტა თავში უნდა ვეძებოთ პრობლემა. ხო, დაჯანიმება, სანქცია მეტი არაფერი. ნახულობს, ხედავს რომ რაც აფერხებს ისედაც შეფერხებულ პროცესს. კი, კი, აი ეს უბრალოდ ძალიან კარგად თქვით რა, ჩვენი ინსპექცია საქმეზე ორიენტირებული არ არის, მე შემთხვევაში, ხო? ესე იგი, ისინი მოდიან და ეძებენ რაღაცა აი ფორმალისტურ დარღვევებს, ხო, რაღაცა აი კანონშიც და თავიდან არ იყო ეგრე ეს ინსპექტირებისათვის, რომ ჯარიმები დაიწეროს და არა საქმე ვაკეთოთ, ხო? აი რა არის ინსპექტირების მიზანი, აქედან უნდა ამოვიდეთ, ხო? ჩვენ ამიტომაც გახდა აი კონტროლეტი კანონი ესე კონტროლისკენ ორიენტირებული ხოლო და რაღაცა ესეთ შევიწროებისკენ მაშინ როცა ჩვენ რა მიდგომას ქონდა ის მიდგომა შეიცვალა დასაშვებ ცვლილებასთან მიმართებით ანუ პროექტი კანონი გამოგვივიდა უფრო მაკონტროლებელი ვიდრე მომწესრიგებელი ხო ანუ შედეგზე ორიენტირებული არის თუ არა კანონი ხო ამაზე ვსაუბრობთ არა და ნახეთ რა ჩაიწერა რომ აი 10 სანტიმეტრზე მეტი თუ არის გადასტომა პროექტში უკვე ჯარიმა ხო ან ჯერ უნდა შეათანხმოდა მხოლოდ შეთანხმების მერე გაგუბლება 10 სანტიმეტრზე მეტი ესე თქვა ცვლილება შეიტანო პროექტში ეს ხო ძალიან მკაცრი საქმეზე არაორიენტირებული მიდგომაა რა უკაცრავად მოდი ახლა ეს თქვენ იმდენი იცით რომ ჩვენ შეიძლება ორი კვირა გავჩუმდეთ მეც ძალიან მაინტერესებს მაგრამ გავითვალისწინოთ მოსახლეობა რომელიც გვისმენს და კონკრეტული კითხვებზე კონკრეტული პასუხები უნდა მოკლედ და ისეთი რომ მარტივად გასაგები. აი ხა მე მაინტერესებს თქვენ ძალეთ თუ სწორად გავიგე რომ ეს კანონი კი მივიღეთ, მაგრამ მისი ამოქმედების ვადა არის გადაწეული. მე მგონი მორატორიუმი გამოცხადდა ბათუმშიცო. არა, სწორად გავიგე. ბათუმში ამ კოდექსი ამოქმედება პრინციპში მშენებლობაზე მორატორიუმი გამოიწვია. ანუ უკვე ვეღარ აშენებენ ამ კოდექსის მიხედვით ისეთ მასშტაბით ეს აქამდე კეთდება. და იძულებული გახდნენ დაექვემდებარონ ამ კანონს. ხო მართალია, ძალიან კარგი. და აი თბილისში გადაიწია ამოქმედების ვადა 28 წლამდე. აი მანამდე ეს ხო ნიშნავს რომ სანამ ამოქმედება კანონი ისევ ძველი მოცემულობით მივდივართ და მაქვს კითხვა რაც უკვე გაფუჭდა და 28 წლამდე კიდევ ფუჭდება აი ამის გამოსწორების გზასად არის და რა შედეგები შეიძლება დავიწყოთ. მშენებლობის სფერო ყველაზე რთული სფერო რომ აქ თუ რამეს გააფუჭებ გამოსწორება რთულია ყოველთვის. რთულია, ხან შეუძლებელიც. ხან შეუძლებელიც არის. ჩვენ კი გვაქვს კოდექსში შეუსაბამო ობიექტები ესეთი ცნება და რეგულაცია შეუსაბამო ობიექტების მიმართ, მაგრამ ნახეთ იქ როგორ წერია შეუსაბამო ობიექტებთან მიმართებაში მოქმედებს
ასე ვთქვათ, აი არსებული შენარჩუნების პრინციპი, ან მას ვერ შეიხები სანამ ის ასე ვთქვათ, არსებობს. მაგრამ თუ ახალ მშენებლობაზე შემოვაპირი, რეკონსტრუქციაზე ან კიდე დანგრევა ან ახლის აშენება უნდა, მაშინ შეუსაბამობის აღმოფხვის ან შემცირების პირობით. ხო? ეხლა ისეთ ასე ვთქვათ, იდეალურ შემთხვევაში შეიძლება ესე გააკეთო, შეიმუშავო ცოტა თეორიულ ამბავს ვამბობ, ხო? შეიმუშავო რაღაცა ახალი გეგმა, თბილისის განვითარების ახალი გეგმა, რომელი გეგმაც შეუსაბამოს გახდიდა ყველა იმ უბანს შენობას, რაც ჩვენთვის მიუღებელი არის. ნუ პრინციპში სანამ ახალი მშენებლობის ნებართვაზე არ შემოვა მოქალაქე, მანამდე ვერაფერს ვერ ვაკეთებთ, მაგრამ აი როცა შემოვა, მაშინ შესაბამისობაში მოყვანის პირობას უჩაუდებდით. რაღაცა 100 წლის მერე შეიძლება რაღაცა ეშველოს აი ამ გაფუჭებულ გარემოს. ჩვენ მივიღეთ ამნისტიის აქტი. კანონი შევიდა მუნიციპალურ კანონში, ზედამხედველობის კანონში, მაგრამ რა მოგვიტანა ამ არა, ამნისტია კიდევ ახლა დადასტურება არის ისი, რომ აქამდე ბევრ რაღაცა არასწორად კეთდება, ხო? ამნისტია რა სჭირდება? ანუ ესე იგი ჩვენ გავეცით ნებართვები, დეველოპერი აშენებს, მე იმდენად ასე ვთქვათ, უხეში დარღვევა განახორციელა ობიექტზე, რომ კანონთან შესაბამისობაში ვერ მოყავს უკვე ობიექტი, ხო? და ამის გამო ერთხელ მივიღეთ ეს თქვა ამნისტია, ან გამოსავალ. ეს მე მგონია ის სახანძრო უსაფრთხოებიდან გამომდინარე. არა, მარტო. არა მხოლოდ, ანუ ბევრი დარღვევები, თქვა შეიძლება არ ვიცი, ეგ რაღაცა გათვალისწინებული ვთქვათ ის პანდუსები და ასე შემდეგ და ეს სავალდებულო მათ შორის ისეთი შეუსაბამობებია, პროექტთან შეუსაბამებლად მოგვიანებით ნებართვაში ვერ მოაქცევ, ან ნებართვა რო აიღო მოგვიანებით და ასეთებს რა ეშველება იყო, ხო ესე? ავტომატურად ესე პატიება, ხო? ასეთებს რა ეშველება? არაფერი, აი ხლა ასეთებს ამნისტია მუშველა უკვე და თქვა რომ ანუ შეზღუდვები რაც იყო აქამდე ეს შეზღუდვები აღარ მოქმედებს, ამნისტირებულია და ნუ რაღაცა დავუშვით, რაღაც ვაპატიეთ, ხო, ამ შემთხვევაში, მაგრამ ეს ამნისტიის ესეთი განმეორებული პრაქტიკა გახდა ინდულგენცია. მოლოდინი იმისა, რომ იცი რა არის, ხა მოდი მე დავარღვევ და შეიძლება კიდე ერთი ამნისტია იყოს, ამის მოლოდინი არ იყო, ხო? არ ვიცი, ბატონობა, ერთი წამი, ბოდიში მაგალითად ელზა არ ვიცი ახლა თქვენ რამდენად ხართ საქმის კურსში, მაგრამ რამდენადაც ჩვენ მოქმედი ადვოკატები ვართ და ბევრი საქმეები გვაქვს ასეთი მსგავსი. რამდენიმე кейსი ვიცით შეტანილი გვაქვს ამინისტრირებაზე და გთხოვენ ისეთ პირობებს, რომ ახალი ექსპერტიზა, ახალი გარკვეული რაღაც ისეთი დოკუმენტები, რომელიც საკმაოდ ძვირად ღირებულია. ჩათვალეთ, რომ ფაქტურად ახალ კორპუსი, ახალი ნებართვა, ახალი პროექტი უნდა აიტანო. ანუ აი ახალი პროექტი შექმნა. ამიტომ ეს არის პრობლემა და ფაქტიურად ჩვენ არაფერი არ გვეშველა ამით. რეალურად იგივე სიტუაცია და როგორც მე ვიცი, გვაქვს ესეთი მოცემულობა, რომ პრეტენდენტებმა ვინც შეიტანეს განაცხადი ამინისტრირებაზე, თითქმის 80% ჯერ არ არის დადასტურებული. განხილულიც არ არის, დადგენილიც არ არის და ნებართვა არ არის, თანხმობა არ არის გაცემული. მე არ მიყვეს. ეს არის პრობლემა. დაგროვდა ალბათ და განხილვასაც ხო დრო ჭირდება. ისევ როგორც ჩვენ სასამართლოებში დაგროვდა საქმეები, ესეც ეხლა უყურე ამინისტია რომ მოითხოვე და რაღაცები მაპატიეო იქ არა მაგ პანდუსი არა მაგ რაღაცაო და მაპატიე ესო გეუბნები ხო სახელმწიფოს ხო და რომ გაპატიოს იმან ეს ხო უნდა განიხილოს რა გაპატიოს და ამას უნდა დრო, იმიტომ რომ როგორც გავიგე ბატონიკობა საუბრიდან უკვე ბევრი რამ გაფუჭდა. ხო და ეხლა უნდა წავიდეს პროცესი, რომ ეს აშენებული სახლები, რომელშიც ხალხი უკვე ცხოვრობს, თუ არ ჩაბარდა, ანუ ამნისტია თუ არ განხორციელდა ამნისტიას შეიძლება ველოდოთ ახალ ამინისტრია. არავინ არის პატივცემულო ტელემაყურებლებო, შენობა არის დაპატიმრებული, ასე ვთქვათ, ჭყალებში, არ არის გადაცემული, ჩაბარებული. იქ ვინც ცხოვრობს, საკუთრების მესაკუთრე ჯერ ვერ არის, იმიტომ რომ შენობა არ არის ჩაბარებული. აქედან გამომდინარე, ამას ქვია ამნისტია, რომ სახელმწიფომ აპატიოს ამ მშენებელს აი ამ შენობას აპატიოს ის ნაკლი რაც მას გააჩნია და ჩაიბაროს ისეთი როგორიც არის. აი შვილი რო გაგიჩნდება და გარეგნობა არ მოგწონს, მაგრამ რაღაცის ამ შენი შვილია, რაღაცა ესეთი გამოვიდა, ხო? ამ ხალხს ხო უნდა ბოზაბოს საკუთრება, რაშიც ფული გადაიხადა. ამაში კიდე ეს დაგროვდა. აი ეს შედეგი. ანუ ეგ მეორე მხარე, ანუ
ერთია რომ ამნისტიის მიზანი რა არის რომ თქვა პრობლემა დაგროვდა აქამდე და ვაპატიოთ და სამართლებრივი ხო მეტი გზა არ გვაქვს. ხო სამართლებრივი შეუძლებლობა მოხსნათ. ხო ან იურიდიულად ვერ მივდივარ წინ და ეს უნდა მოიხსნას. რომ შემდგომ აკონტროლებ სახელმწიფო ამბობს ყოველ ამნისტიაზე ეგეთ შეუსაბამობას ასე ვთქვათ არ მივიღებ და მოდი აქამდე რაც იყო აპატიოთ. მაგრამ აღმოჩნდა რომ ეხა ადვოკატები მიმართავენ იმაზე რა ქვია და მაინც შედეგს ვერ იღებენ. ხო მაშინ რა ამნისტია არის? რისი ამნისტია მაშინ? მარტო ჯარიმის ამნისტია არის? ჯარიმის ამნისტია არის არ ჭირდება ამ შემთხვევაში. ხო ჯარიმას გადაიხდის ყველა. ხო? ჯარიმის გადახდის მერე ის შეუსაბამო ობიექტი რაც პრინციპში სახელმწიფოს უმოქმედობის გამოც მივიღეთ არა რომ ეკონტროლებინა ეტაპები და აქამდე მისულიყო ამ ვთქვათ ნაწილში არ დადგებოდა ეს შედეგი ხო სახელმწიფოსაც თავისი ასე ვთქვათ პასუხისმგებლობა აქვს ამ მმართველობით ამიტომაც ამნისტიის წესი მაშინ თუ ესეც მივიღებთ ისეთი უნდა იყოს რომ მერე ჩიხი არ შეიქმნას ხო და მმართველობითაც ალბათ გვჭირდება ერთი ესეთი ამნისტია რომელიც ესეთ შეუსაბამობებს აღმოფხრის და ეს არ იქნება პრინციპში სახელმწიფო იცის რა შემთხვევაზე გამოაქვს ამნისტია ამისთვის გაკეთებული ხო? ყველა შემთხვევაში ვერ იქნება ამნისტირება. ხო, ну რაღაცა მინიმალური საფრთხეობა დაცული უნდა იყოს, მაგრამ ეხა რაღაცა ერთი აივნის გადახურვის გამო K2-ის გადამეტება გვაქვს და რესურსი არა გვაქვს, ეგ მიტოვებული უნდა იყოს პრინციპში რა. არაფერს არ აშავებს ეგ რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ესეთი გადამეტებები გვაქვს ხოლმე, რომ ეხა აქ რაღაც ფორმალიზმის შემოტანა და ისე პრობლემის დატოვება არაგონივრული მგონია რა თქმა უნდა. ბატონო, ხშირად არის შემთხვევები, როდესაც არასამართლიან მიდგომებს აქვს ადგილი. ერთ დეველოპერს ეუბნებიან, რომ შენ გაქვს უფლება ამ კვარტალში ააშენო, მეორე პრეტენდენტს ეუბნებიან, არ შეგიძლია შენ ააშენო. ამ შემთხვევაში რა შეიძლება? ერთ-ერთი პრობლემური ამბავია. დისკრიმინაცია? მაგასაც ვერ ადგენ ქალბატონელს პრობლემა ამაშია. ანუ ნორმატიული მოცემულობა იმგვარია, რომ პრინციპში ჩვენ შეგვიძლია ორ განსხვავებულ გადაწყვეტილებაზე ვისაუბროთ და ორივე სწორი იყოს. ხდით, ანუ ეგ არის პრობლემა იმას ჩვენს კანონმდებლობაში. განმარტების თემა. განმარტების თემა არის და ბევრი ესეთი შეფასების თავისუფალი სივრცეები არის კანონმდებლობაში. ნუ ხა ამ შემთხვევაში თბილისზე ვსაუბრობთ, ხო? თბილისის თავისი კანონმდებლობა აქვს თქვით, არა? ჩვენ ხშირად შეხვდებით პრაქტიკაში ესეთ გადაწყვეტილებას, ხო, რომ რადგან იერსახის მხრივ მიუღებელი არის, ხო? ანუ ეს არის სიგნალი იმისა, რომ ქალაქს, ანუ K1, K2 სიმაღლე ყველაფერი თავსებადია წესებთან, ქალაქს უნდა რომ უარი თქვას და რა მოიფიქროს, ხო? და რაღაცა იერსახეზე მიგითითებს, ხო? ამ შემთხვევაში და ასე ვთქვათ, გეუბნება ამ საფუძვლით უარს. აი სწორედ ამას ვამბობთ ჩვენ კოდექსში, რომ თუ არსებული განაშენიანება გვაქვს იმ ფარგლებში მე მეკუთვნის მშენებლობის უფლება, თუ გადამატებას ვაკეთებ, მაშინ ყველა დეველოპერისთვის და ყველა მოქალაქისთვის გათანაბრების პრინციპი და ეს დაცვით ვამბობთ, რომ მაშინ GDG უნდა გააკეთო, ხო? და GDG-ს დეტალური გეგმა არის, რომელიც საფუძველზეც მე უკვე ყველა მიიღებს პრობლემის გარეშე ნებართვას. და დაგეგმილ გარემოში, როცა ვიცით სართულიანობა, ფუნქციური დანიშნულება, მოშენება სახეობა განაშენება იქ უკვე მარტივია ნებართვის მიღება, ხო? როცა დაგეგმილი არ გვაქვს ტერიტორია, ხო? იქ ძალიან დიდი დისკრეცია აქვს ორგანოს და ამის მსხვერპლია მე მოქალაქეები და განცხადებებზე გვაქვს არაერთგვაროვანი პასუხი. შეიძლება ერთი ჩაგერთვებით, თქვენ ხა ისეთი კარგად მიდიხართ, რა თქმა უნდა და სიამოვნებით გისმენთ, მაგრამ მეც მიჩნდება ხა მე მშენებლობ სიმართლე მოგახსენოთ მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებში რა თქმა უნდა არა ვარ სპეციალისტი და არც ჩემი მოქმედი საქმეები რამდენიმე იყო მხოლოდ იმ მიმართულებით რომ ადამიანმა ფული შეიტანა და დაიკარგა დეველოპერი და გაქრა და აი ამის დეველოპერის ძებნაში მე მაგალითად მქონდა ერთი ძალიან სერიოზული ძალიან დიდი кейსი კომპანია იყო ერთი ახლა აღარ ვიცი დავასახელო თუ არა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს და მე ეს გადაიბარა მან რა ქვია მერიამ და პროექტიც გააკეთა ესე მიტოვებული მშენებლობა სხვა შორის კარგად იმუშავეს და დღეს ეს ხალხი ყველა 135 თუ 140 მარტო ჩემი კლიენტი იყო აი ამ კომპანიის დაზარალებული და ესე მშვიდობიანად ჩაიბარა და აუშენა სახლები მეორე კომპანიამ არ მინდა ახლა არც ერთის დასახელება და აი დანარჩენი მე სხვა შეხება არ მქონია აი ვთქვათ გენერალური გეგმები და ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ მე ხა მარტივ
ისეთ კითხვას დავსვამე იმ დილეტანტურს და ვიქნები ჩვენი მოსახლეობის მხარეს. აი მარტივად მითხარით ახლა ერთი რამ. საქართველო როგორც ცნობილი არის სეისმურ ზონაში ვართ. ხო? არა ვართ ჩვენ, აი მაგალითად მე ვიცი ქვეყანა ირლანდია, სადაც მიწის რა არიციან რა არის, იმიტომ რომ ხო, არ ყოფილა არასდროს და მათ არ აქვთ ეს პრობლემა, მაგრამ ამ ქვეყანაშიც კი მაღალსართულიან სახლს ვერ ნახავთ, იმიტომ რომ ისინი ფიქრობენ, რომ ინფრასტრუქტურა ეს გამწვანება, რითიც განთქმულია ირლანდია და მწვანე კუნძულია, ზურმუხტისფერი და ასე შემდეგ, არაფრად არ უღირთ არანაირ მაღალსართულიან კორპუსებად და ქვეყანა სადაც ძალიან დიდი დეფიციტია ბინის ძალიან ძვირია, ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ქვეყანა ამ თვალსაზრისით უძრავი ქონება ღირს, აი 6 ოთახიანი ჩვენ რო ვეძახით 2 საძინებელია მინდა 9 მილიონი ევრო შეიძლება კონდეს და ვერ იყიდო. იმდენი სართულიანი შენობები იყოს, მაშინ არ ეღირებოდა. არ ეღირებოდა, მაგრამ არ აკეთებენ მაინც და მიაჩნიათ რომ ჩემი სახლი სადაც არის, იქამდე მისასვლელი გზა თუ არ მექნება, ის სახლი ამჭირდება. საქართველოში დგას ამხელა მართლაო ცათამბჯენები და ამ ცათამბჯენში ერთ ადამიანს, ერთ ოჯახს, ერთი მანქანაც რო ყავდეს, რაც არის გამორიცხული, იმიტომ რომ ოჯახში 2 და 3 მანქანაც მოძრაობს, ადგილი არ არის, პარკინგი არ არის, მისასვლელი არ არის და დგას ეს შენობა და დადის გარშემო მესაკუთრე და მანქანას ვერ აჩერებს, რომ სახლში შევიდეს. ეს ხო ფაქტია. ეხლა ამას რო აღარაფერი არ ეშველება თქვენი საუბრიდან მე კარგად გავიგე. ხო ვერ დავანგრევთ ამ სახლებს. ამ ხალხს ძლივს აუშენებია მე ასე. თან ეხლა მოდაშია, რაც უფრო მაღალ სართულზე ცხოვრობ, რომ თელ ქვეყნიერებას თავზე უნდა გადავყურებდე, ეს კომპლექსია ჩვენი. დაბლა არ უნდა იყოს, მაღლა უნდა იყოს, ყველაზე მაღლა. მე ჩემ დროს მე კარგი ასაკის გახლავართ, ყველაზე ცუდი პროექტის შემთხვევა იყო, როცა ბოლო სართულზე გაძლევდნენ საწყალი და უპატრონო უნდა ყოფილიყავი, მე-9 სართულზე რო გეცხოვრა. აი შუა სართულები მე-4, მე-5 იყო პრესტიჟული. ეხლა არა, 100 სართულიანი რო შენდებოდეს, მე-100 უნდა. იმას არ ფიქრობს ის ლიფტი რო გაითიშოს, დენი რო გაითიშოს, იმ 100 სართულიდან ჩამოსვლას ვეღარ მოასწრებს, არ ვიცი რა მოხდება. ეგ ცალკე თემაა კიდე. ამას რო არაფერი არ ეშველება შევჯამდით ამაზე, რაც გვაქვს. რაც გვაქვს იმას არაფერი. კაიხანი არაფერი არ ეშველება. ფაქტია. ეხლა ჩვენ მე როგორც მე მივხვდი, ამ ახალი კანონს თუ გავყევით და ოდესმე ამოქმედ და ჩვენ ახალი უბნები და კვარტალები რო გაშენდება და ჩვენი შვილები და შვილიშვილები რო იცხოვრობენ, იმას უყრით საფუძველს, ესე გამოდის? და ეს მშენებლობები ქალაქში რო აღარ არის ტევა და უკვე რო გარშემო ტერიტორიებზეა ლაპარაკი და ჩვენ გვაქვს ფაქტი აგერ ლისზე და სხვა შემოგარენში აშენდა კვარტალები, აი იქ მაინც თუ გავითვალისწინეთ და ის მაინც თუ კიდე არ დავამახინჯეთ. ამაზე ალაპარაკი? ხო გამოიარეთ. ვერ ვიტყვი რომ არაფერი ეშველება უკვე დაზიანებოს. თუ იქნება სწორი პოლიტიკა და ფინანსები იქნება მობილიზებული და ნება იქნება ამისი, რაც თქვით, ხო, ანუ შეიძლება შეუსაბამო გახადო, კრიტიკული შეუსაბამო ობიექტები მონიშნო, შეიძლება ის გაკეთება და შეიმუშავო ეკონომიკური თუ სამართლებრივი მიდგომები ამ შეუსაბამობის მიმართ. ეხლა თუ ძალიან კრიტიკულია, შეიძლება იქ საერთოდ ექსპროპრიაციის მსგავსი მექანიზმი მონაცვლეობა შემოიღო და გააქრო იქიდან რაღაცა გარკვეული შენობა ნაგებობები და ეგ სკვერი გააკეთო, ეგეც კი შეიძლება. სხვა შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება მომზადება იმისთვის, რომ საბინაო ფონდი გქონდეს, სოციალური საბინაო ფონდი. ადამიანზე 1 გექტარზე 300 ადამიანზე მეტი გათვლა არ არის საბალანსო ერთეულის მიხედვით. რას ნიშნავს? ეგ ანუ 300 კაცზე მეტი შემოვა არ შემოვა კი არა, ანუ 50 კვადრატი ერთ ადამიანზე გაამრავლე და რასაც მიიღებ ჯამს, გექტარზე იმაზე მეტი არ უნდა იყოს ეს, ხო? პარკირების თვალსაზრისით ასე პარკირება ახსენეთ, ხო? ჩვენ გვაქვს უკვე რეგულაციებში, რომ ყოველ 100 კვადრატზე ეს ფუნქციიდან გამომდინარე შეიძლება 30-ზე მათ შორის თუ კომერციულია ერთი პარკირების ადგილი უნდა კონდეს მათ შორის, ხო, რომ ასე ვთქვათ, ის მისაწვდომობა და კომფორტულად ასე ვთქვათ, ცხოვრება ამ გარემოში შესაძლებელი იყოს, ხო? ეს გვაქვს. ეხლა
ჩვენ ამიტომ ახალი კოდექსის ფარგლებში სწორი მიდგომისთვის არეალები გვაქვს, ასე ვთქვათ, მათ შორის თბილისში და ნუ ხდება გარშემო ტერიტორიის ათვისება და იქაც შეიძლება ამის გამოყენება და ვერ ვიტყვი რომ არაფერი ეშველება უკვე დაზიანებულს. თუ იქნება სწორი პოლიტიკა და ფინანსები იქნება მობილიზებული და ნება იქნება ამისი, რაც თქვით ხო, ანუ შეიძლება შეუსაბამო გახადო კრიტიკული შეუსაბამო ობიექტები მონიშნო, შეიძლება ამის გაკეთება და შეიმუშავო ეკონომიკური თუ სამართლებრივი მიდგომები ამ შეუსაბამობის მიმართ. ეხლა თუ ძალიან კრიტიკულია შეიძლება იქ საერთოდ ექსპროპრიაციის მსგავსი მექანიზმი მონაცვლეობა შემოიღო და გააქრო იქიდან რაღაცა გარკვეული შენობა ნაგებობები და ეგ სკვერი გააკეთო, ეგეც კი შეიძლება. სხვა შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება მომზადება იმისთვის, რომ საბინაო ფონდი გქონდეს, სოციალური საბინაო ფონდი. გვაქვს ავარიული შენობები, ძალიან კრიტიკული მდგომარეობაა თბილისში ამ მართულებით. ეს უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, სხვა ვინ გააკეთოს? სახელმწიფო უნდა გააკეთოს, სახელმწიფო სხვადასხვა ძალიან კარგად შემოდის, თქვენ ნახსენებთ ერთ-ერთი პროექტი, ანუ მიტოვებულ შენობაზე შემოვიდა, ხო, მაგრამ რამდენს გააკეთოს მერია. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ პირველი უნდა ქონდეს ინფორმაცია, ანუ რა მდგომარეობა გვაქვს, ერთიან დოკუმენტი არ გვაქვს, სადაც აისახებოდა ეს ინფორმაცია და მე სახელმწიფო თავად კი არ იყოს მონაწილე მხარე ყოველთვის. რაღაც შემთხვევაში შეიძლება იყოს კიდევაც, მაგრამ წაახალისოს. ანუ ნახეთ, იაფი კრედიტით თუნდაც. მათ შორის და მაგას ავირო დავანებოთ, გააკეთოს გეგმა, ანუ აი დეტალური გეგმები გააკეთოს ამ თქვა ვაჟას კვარტლებზე, სადაც დეველოპერს ეცოდინება, რომ აქ მიიღებს არ ვიცი 8 სართულიანზე ნებართვას, 10 სართულიანზე ნებართვას. ეხლა დღეს როცა მერია ერთვება მხარედ, იმ შემთხვევაში იღებენ ცალკეული კოეფიციენტი თუ მოემატა. ხოლო და მოდი ეს გააკეთეთ თავიდანვე და გეგმარი და მე მესაკუთრეები მოლაპარაკების გზით დეველოპერთან ამას გააკეთებენ თვითონ. ბაზარი დაარეგულირებს ამას, მიხვდით? და სადაც ეს კრიტიკული შეუსაბამობა და სპორტ სასახლის უკან მდებარე ტერიტორიის გულისხმობ ყოველთვის ამას. იცით რამდენჯერ დავიკარგე მან? შეიძლება მან ასე ვთქვათ უხეში ჩარევით სახელმწიფოს თუ ექნება ნება და პოლიტიკა გამოსწორება რაღაც მინიმუმამდე დაყვანა აი ამ შეუსაბამობაზე. სპორტის სასახლის უკან ტერიტორია არის ჩვეულებრივი ლაბირინთი. შევედი რამდენჯერმე მომიწია მანქანით გავჩერდი და ვეღარ ვიპოვე ჩემი მანქანა. ესე იგი დავდივარ, აქ ხო ვიყავი, გამოვდივარ, დავდივარ გარშემო, ვერ პოულობ მანქანას, ბოლოს მივხვდი რომ სადაც მანქანას გავაჩერებ, უნდა გადავიღო ქუჩა, კორპუსი, ნომერი და მე Google Map-ით ვაგნებ ჩემ მანქანას. ერთხელ გავაჩერე პატრული და მანქანა სადამ ყავს გაჩერებული იქნებ მითხრა მეთქი. გაოგნებული მიყურებდა და თქვა რომ ალბათ ნორმალური არ არის, მომეხმარნენ მართლა. ერთხელ კიდე იმას მოვაძებნინე, მისი Globos Couriers. მისამართი კი მეწერა, მაგრამ იმასაც ვეღარ ვაგნებდი. ის სასწაულია. ეგეთი არაფერი მინახავს. არ ვიცი. ამას თუ რამე ეშველება აღარ ვიცი. ლევან ერთი კითხვა დამას მევინე და გავჩუმდები პირობას გაძლევ. კარგით. აი ეს გავიგე ძველი შენობები თქვენ ბრძანეთ რომ თუ იქნება გეგმა ზომიერი განაშენიანება წახალისება იაფი კრედიტი ხო იმიტომ რომ ნახეთ ეხა მე რომ დეველოპერი ვიყო და დავანგრიო 5 სართულიანი კორპუსი ერთი კორპუსი 60 ოჯახი მინიმუმ ხო ცხოვრობს 60 ოჯახს ხო უნდა მივცე და ნახეთ როგორ ანგარიშობენ დეველოპერები 100 კვადრატი რომ დაგინგრიოს 50 კვადრატზე მეც არ გაძლევს ნახევარზე მოდის აუცილებლად ერთ-ერთზე არ მოდის ეს პრაქტიკა არსებობს და ეს მესაკუთრე კიდე კარგავს ამ 150 კვადრატი რო დაკარგოს ადამიანმა 50 კვადრატი ერთი საცხოვრებელია იმ ერთ სახლში სამოთახიანში ხანდახან 7 და 8 სული ცხოვრობს და მეტიც და მესაკუთრეა და არ განგრევინებს რა უნდა ქნას ვიდრე შენობა შუაზე არ გაიპობა და მეტი გამოსავალი რო აღარ იქნება იქიდანაც აღარ გამოდის ხოლმე ხალხი ესეთი მარტივი არ იქნება მივადგეთ აი ამ ხრუშოვკებს ეგრეთ წოდებულს და მოდი ვანგრევთ ამასო ჯერთი არც არავინ დაანგრევს იმიტომ რომ თუ აშენა ისევ ხუთსართულიანი ეს ხალხი უნდა შეასახლოს და მაშინ ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო უნდა იყოს ჩართული ნული დაინტერესებით, მხოლოდ იმ დაინტერესებით, რომ ძველი ამორტიზირებული შენობები მოსპოს და ახალში შეუშვას ეს ხალხი. ამას ძალიან დიდი ფული უნდა. და თუ დეველოპერი ჩაერთვება, მას ინტერესი თუ არ ჩაუდეთ, ის ამას არ გააკეთებს. ორივე გზა უნდა გამოვიყენოს. რამენაირად. ერთი კითხვა. აი მყიდველი ვარ ეხლა მე,
სახლი მინდა შვილმა ცოლი მოიყვანა, ცალკე მინდა გავიყვანო, ბედნიერი ოჯახი ვარ. ფულიც მაქვს ღმერთის წყალობით. რა გავაკეთო, ვის მივმართო, რუსთაველი მკვდარია, ვის შევჩილო, იმისი არ იყოს. მოკლედ, რითი დავიზღვიო თავი, რომ ისეთ კომპანიას, ანუ დაუკავშირდე, რომ არც მოტყუებული დავრჩე, არც გადაგდებული დავრჩე, ეგრეთ წოდებული. ეს ჩემი корпуსი შუაზე გაპობილი არ დამხვდეს. მე აშენებულია შუაზე გაპობილი არ არის, მაგრამ გაზი არასწორად შეყვანილი, ის არასწორად შეყვანილი და ბოლოს აღმოჩნდა, რომ ჩაბარებული არ არის და მესაკუთრეც არა ვარ. რა გააკეთოს ჩვეულებრივმა რიგითმა ადამიანმა, რომ იყოს დაცული, რომ მისი ფული იყოს დაბანდებული სწორ კომპანიაში, აი პირველი რჩევა, მეორე რჩევა, მესამე რჩევა გისმეთ ყურადღებით. ნუ აქ ეხლა რჩევები მარტივი არ არის ნამდვილად. იმიტომ რომ როგორც ვთქვით, კომპანიები რომლებიც აშენებენ, მათ მიმართ მოთხოვნები არ აქვს. ამიტომ ნდობის ასე ვთქვათ, საფუძველზე შეიძლება მხოლოდ შეარჩიო მსგავსი კომპანიები, რომელსაც შეიძლება ენდო და ამ კომპანიებმა მერე ეს განახორციელონ. ამიტომაც არის ძალიან ბევრი დავა, ხო? მე პირადად მქონდა რამდენიმე დავა, ხო? ესე იგი, როცა ნაკვეთი გადასცა დეველოპერს მესაკუთრემ და მერე, ასე ვთქვათ, კატლავანის ეტაპზე მიატოვა მშენებლობა, ხო? რას ვაკეთებ? ან სამართლებრივად ვერაფერს ვერ ურჩევ ადამიანს, ხო? თუნდაც ძლიერი ხელშეკრულება გქონდეს, ასე ვთქვათ, დადებული, იქ არის მთელი რიგი მექანიზმები, ჩემზე გაგად მოგეხსენებათ. იდავებ, მოიგებ დავას, მაგრამ ახსულება არ უწერია ამას. ხო, რაღაც შეპესზე შემოვიდა რაღაცა აქვე ახალი დაფუძნებული შეპესზე, რომელსაც კაპიტალი არ აქვს, ფული არ აქვს, არაფერი არ აქვს და მე მოგებული საქმე რჩება აღუსულებელი, ხო? რთულია მრავალწლიანი დავის მერე კიდე ახალი ვიღაც მოძებნო, ხო? არ და შეიძლება ეს ახალიც პრობლემური შეიქმნას, ხო? ამიტომ სამართლებრივ დონეზე ჩვენ კანონი არ გვიცავს ამ მიმართულებით, ხო? აი რაც მე ვთქვი, რომ ესე იგი ეს უნდა იყოს აუცილებლად ლიცენზირებული კომპანიები და სახელმწიფოს მიერ უნდა იყოს აღიარებული, რომ აი ამათ შეუძლიათ მხოლოდ ეს გააკეთონ. თუ მწირი იქნება და ვერ გაწუდება კომპანიები, მაშინ ამდენს არ გავაკეთებთ, არ ავაშენებთ ამდენს, ან საჭირო არის ამდენს აშენება, ეგეც საკითხავია, ხო? არ ვიცი, ხა ამდენი ჩაბნელებული ფანჯრები აქამდე გინახავთ, არა, ანუ ხალხი ყიდულობს ამ შენობას. ყიდულობს, იმიტომ რომ გააქირაოს. გააქირაოს და ვერც ქირავდება კიდე ეს მე ხო მთელი კლდანი, რა ვიცი, რა გაივლი. ჩაბნელებული ეს ახალი корпуსები, ხო? ეს გაქირავებული და მე ეს გმური რო ქირას არიხდის და იმის გამოსახლება რო პრობლემა, ეგ ჩვენი მომავალი პოდკასტების თემა იქნება, პატივცემულო ტელემაყურებლებო და კონკრეტულ რჩევებზე ვისაუბრებთ. პოდკასტის მაყურებლებო და მსმენელებო, აი თემიდან თემაზე ესე გადავდივართ ხოლმე. ეს ცალკე პრობლემაა კიდე. იყიდეს, დაალაგეს ბინები, აგერ ერთ სახლში ორ ოთახიანში 10 სული ცხოვრობს, ფული არ აქვს და ვერ ყიდულობს, იმიტომ რომ ისინი გამგელებო ჰაერს ყიდულობენ. ჯერ არ არის საძირკველი გათხრილი, რომ უკვე გაყიდულია. ხო და ის რა თქმა უნდა ფასი იქნება მაღალი და მაღალი და ამ ჩვეულებრივ ადამიანს, რომელსაც რაღაცა კრედიტით და იმითი უნდა რომ მოერიოს ამ პრობლემას, არ გააჩნია მის შესაძლებლობა და ამ დიდ დეველოპერებთან შესულ კონტაქტში ესეთი შეძლებული ადამიანები ფული მოაქო რო იტყვიან, არის ესე იგი შენდება და არის ჩაბნელებული, როგორც თქვენ ბრძანეთ. ხო, მანქანები ვეღარ დაეტევიან იქ და ხო, მანქანები ვეღარ დაეტევიან. მაინც მივდივართ სივრცითი მოწყობის სწორ მიმართულებამდე, სწორ პოლიტიკამდე, რომ მსგავსი აღარ განმეორდეს და ის კანონი, რომელიც გვაქვს, იყოს მოქმედებაში. მაგალითად იყო გერმანიაში იყო და არის გერმანიაში პრაქტიკა, რომ ზედამხედველობა იმდენად მაღალი დონის არის და სტანდარტია, ჩემს უკეთეს მოგეხსენებათ, რომ ხშირად დეველოპერი ვიდრე არ გათვლის ყველა ხარჯს გერმანიაში, მაგალითად, ის არ იწყებს არცერთ შეებლობას, იმიტომ რომ იცის რა ბარიერები ექმნება წინ. და ალბათ ისიც მოეთხოვება, რომ ეს ფული კონდეს. რა თქმა უნდა, დაზღვეულია ყველა. სანდოობა არის. დაზღვეულია ყველა მშენებლობა. ესა მენაშენე შემოიტანსო. სანდოობა არ აქვს სახელმწიფოს პოლიციის ნებართვას არ გასცემს. ფული რომ კონდეს სანდოობა არის ეს მთავარი ფაქტორი, ხო? რა თქმა უნდა.
კი, გეგმარება არის გადამწყვეტი, რა თქმა უნდა, ამ სფეროში. კოდექსი აქედან ამოდის და დიახ. რეფორმა აქედან ამოდის, რომ დაგეგმილად განვითარება და არა ნაკვეთ განვითარება. კი. ჩვენ ძალიან ბევრი მოლოდინი გვაქვს ხოლმე გეგმების მიმართ. გენერალური გეგმა არ არის მშენებლობის გეგმები, ეს არის ქალაქის განვითარების გეგმები და ჩვენ აით მათ შორის თბილისში სამწუხაროა, რომ გავხადეთ გეგმა ნებართვის გაცემის საფუძველი და თუ ერთ ნაკვეთზე ნებართვას ვერ ვიღებ, ზონირების სულების გამო მილიონი სულება შედის ესე გენერალური გეგმა აღარ არის უკვე ეს გეგმა, ხო? ჩვენ ამბობთ, რომ გენერალური გეგმის საფუძველზე ჩვენ ნებართვას ვერ მიიღებ. მათ შორის კორპუსზე, არამედ დეტალური გეგმა უნდა გააკეთო კვარტალზე და იქ თუ შევთანხმდებით იმაზე, რომ აქ შეიძლება აშენდეს, მხოლოდ ამის მერე აშენდება. კვარტლის განვითარების გეგმა. არ შეიძლება, რომ ამხელა ქალაქზე გააკეთო გეგმარები დოკუმენტი და მაშინ ერთი ნაკვეთის განვითარების პოტენციალი მოიაზრო, ხო? ეს ხო უკვე თავშივე დაშვებული შეცდომა არის. აი, როდესაც ვიცით ახლა მშენებლობა რომ მიმდინარეობს სოფელშიც კი ეს არის რომ აი თქვათ იწყებ ობიექტი დამტკიცებულია პროექტი თუ გადააცილება და ჯარიმდები და ეს ძალიან კარგად არის მოწესრიგებული მიყრუებულ სოფლებშიც კი აგურზე ვერ დაადებ თუ არ გამოდებული პროექტი და არ გიწერია რომ ამას ამ დროში დავამთავრებო ეს ისე მომწონს პირველად რომ დავინახე თვალები მოვიფშუნიტე სად ვარ მეთქი აი დუშეთის რაიონში სოფელში აბრა გამოკრული ვიწყებ ვამთავრებო წერია და მუშაობს ადამიანი ძალიან კარგია ეხლა ერთი კითხვა მაქვს აი მშენებელი მუშაობს გეგმა დამტკიცა ხა პროექტი თუ არ დამტკიცა ვერც დაიწყებს მუშაობას მენაშენეს ანუ ვინც იქ უნდა იცხოვროს რამდენად აქვს შესაძლებლობა ჩაიხედოს ამ პროექტში, ამდენად საჯაროა ეს. არის სეისმომედეგობა კარგად შესწავლილი თუ არ არის და ასე შემდეგ. აი ეს ყველა ექსპერტიზა რომ გაიარა, სად გაიარა, ამის შემოწმება, ანუ სანამ დავდებ ხელშეკრულებას, შემიძლია თუ არა, მოვიკითხო, ეს ინფორმაცია უნდა იყოს წესით საჯარო, ეს კონფიდენციალური ინფორმაცია ვერ იქნება. ეს გამართულად მუშაობს. კი, მუშაობს და ანუ ყიდველს გავაფრთხილოთ, რომ ვიდრეს რამის ყიდვას გადაწყვეტენ, პირველი ჩვენი რჩევა იქნება პატივცემულებო აუცილებლად ხელშეკრულებაში ჩაიხედეთ, იმიტომ რომ ჩვენ თქვენ მაგაზე არ გიმსჯელიათ, ხელშეკრულებაში ისეთი კაბალური პირობებია, რომ უკარო გინდოდეს გამოსვლა და ხელშეკრულებიდან გასვლა დააპირო, კანონით გათვალისწინება. ისე იგი ვალში დარჩები იმ კომპანიასთან, ვალში დარჩები, ისეთი პირგასამტეხლოა, მაგრამ თვითონ რო გადააცილოს ვადა, პირგასამტეხლო ნულია. ანუ კაბალური პირობებია. ვიდრე მოაწერთ ხელშეკრულებას ერთი ნაცნობი ადვოკატი მოძებნეთ თუ არა და დამირეკეთ, დაგვირეკეთ, რა ვიცი, ვიღაცას მოგიძებნით, ჩაახედეთ ვინმე კომპეტენტური რაზე აწერთ ხელს და უკვე შედეგი რო დადგა და დაღუპულები ხართ, მაშინ გაგახსენდებათ ხოლმე რომ არსებობენ ადვოკატები. ეს ერთი. მე ვიძლევი ახლა ხო რჩევებზე გამოვიდა. აი ამას უნდა მიაქციონ და შეუძლიათ რომ მოიკითხონ ის პროექტი რამდენად ნებართვა სწორად არის გაცემული. ხო სწორია? იქ არქიტექტურის სამსახურში შეუძლიათ რამდენ სიმართლეს ვაპარავთ. და ერთი კითხვა ძალიან მნიშვნელოვანი თქვენ წეხან ისაუბრეთ იერსახეზე. ის ესე იგი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით, დამცავ ზონებთან დაკავშირებით, როდესაც ნებართვები ასე ჭიანურდება, არის თუ არა ზედმეტად მკაცრი ეს კანონები? აუცილებლად, მე ვფიქრობ, რომ ძალიან მკაცრია კულტურული მემკვიდრეობის კანონმდებლობა საქართველოში და საერთოდ გადასახედი არის და ინვენტარიზაცია უნდა გაკეთდეს თავიდან რამდენად სწორად მიენიჭა ამ ძეგლებს ეს სტატუსი. დიახ. სხვაშორის ევროპული გამოცდილება და ბევრი ქვეყნის გამოცდილება ერთ-ერთ საფუძვლად მემკვიდრეობის ძეგლისთვის სტატუსის მოხსნის და ითვალისწინებს რას, რომ თუ იქ ცხოვრება შეუძლებელია და ამას ვერ აღადგენ თავიდან, ასე ვთქვათ, ეს უნდა ჩაანაცვლო ერთი, ან მეორე დაშვებულია ფაქტობრივი შეცდომა სტატუსის განსაზღვრისას. ანუ არ უნდა მინიჭებოდა სტატუსი. აი, მე ვფიქრობ, რომ კანონში უნდა შევიდეს ცვლილებები. დღეს როგორ არის ნახეთ, თუ არ განადგურდა ბოლომდე ძეგლი, არ გასწორდა მიწასთან, მანამდე არ ხდება სტატუსის მოხსნა და ჩანაცვლება ადაპტაციის ნებართვის გაცემა, ხო? ეს ვკაზე არა, ადამიანები ცხოვრობენ ესეთ ჩვენბანაგებობებში და ასე ვთქვათ, საფრთხესქმის პრობლემატური ამბავია ეს, რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე. და ბოლოს ამიტომ მე მგონი, რომ ეს პოლიტიკას უნდა შეიცვალოს. და ბოლო კითხვა ის ძალიან აქტუალური გახდა გარაჟების დანგრევის თემა და ასე შემდეგ, რომელიც არის წითელ ხაზებში ავტოფარეხების უკაცრავად
გარაჟი რუსულიც არის. ამ და შენ სასაუბრო დავუშვათ ფილმი არსებობს გარაჟში. და დავუშვათ ამ შემთხვევაში მე საკუთრე ვარ მაქვს ჩემი ავტოფარეხი არის კორპუსის ზონაში წითელ ხაზებში დამინგრიეს ეს ხო ეზოში და რა შემიძლია გავაკეთო ნახეთ როგორ არის მოთხოვ კომპენსაციის მიღების უფლება მაქვს თუ არა ეს გაუნდინარეობს საკუთრებაში ქონდა და დაგინგრიეს. არა სამართლებრივი ინგრევენ. მოცემულობა როგორია ნახეთ და ფაქტობრივი ნებართვა ქონდა თუ ნებართვა არ ქონდა არის შემთხვევები როცა რეგისტრირებული არის საჯარო რეჟიმში მაგრამ ნებართვა არ აქვს შემოგონაგებობას ამ შემთხვევაში რეგისტრაცია საჯარო რეჟიმში ნებართვის ეკვივალენტი არ არის ანუ უნებართოა და ზედამხედველობის სამსახურს ყოველ შემთხვევაში უფლება აქვს რომ უნებართო შენობის მიმართ განახორციელოს რეაგირება ანუ დემონტაჟი ეს დავალდებულება და ჯარიმება და ამავდროულად და ამავდროულად ხო ამიტომ თუ დაანგრევის დემონტაჟის დავალდებულება იქნება და დაგანგრევინებენ კომპენსაციის გარეშე მოხდება ეს თუ ნებართვიანია მაშინ როგორც ვთქვით ეს არის შეუსაბამო შენობა ნაგებობა შეუსაბამობას მიმართ მოქმედებს დაცვა მოლოდინი რომ ეს იქნება ასე ვთქვათ ხელშეუხებელი მაგრამ თუ სახელმწიფო ორგანო გადაწყვეტს რომ არა ეს რაღაცა საჯარო ინტერესებში არ თავსდება და ასე ვთქვათ დემონტაჟს მაინც დაძლევს მაშინ კომპენსაცია შეიძლება ანუ ნებართვა აქ თუ არა ეგ არის ამოსავალი მომენტი ან აღიარებული მაგრამ მაინც საკუთრების თემასთან მე როგორც ჩვენ როგორც იურიდიულ მაინც მივდივართ საკუთრების უფლების ხელყოფასთან და შეიძლება თუ არა მაგალითად აი იმ ავტოფარეხების ტერიტორიაზე უნდა აშენდეს სკვერი შეიძლება იყოს თუ არა გათვალისწინებული იმ სკვერის პროექტში როდესაც მე ეს ჩემი ამ სკვერის მშენებლობით მე სხვის საკუთრებას ხელყოფ იქნებს თუ არა შეიძლება იყოს თუ არა გათვალისწინებული კომპენსირება მაშინ კი მაშინ ეს კოდექსშიც გვიწერია ჩვენ. კოდექსშიც გვიწერია. რომ კომპენსირება შეიძლება ამ შემთხვევაში. ანუ საჯარო მოხმარებისთვის კერძო საკუთრების ხელყოფა. ეხლა მეგონა იტყოდი რომ თუ შეიძლება მომცენ უფლებას სკვერში ჩემი მანქანა დავაყენო და კიდე კაი ეგართხილებ. არა, მაგას არ ვიტყოდი, მაგრამ მოკლედ ძალიან საინტერესო საუბარი გამოვიდა. ბატონო კობა, მე იმეც ვიტოვებ რომ ჩვენ ალბათ კიდე შევხვდებით ერთმანეს თემები ძალიან ბევრია. ვერ დავასრულეთ ჩვენ და ამას ვერც დავასრულებთ. თვითონ კოდექსია კოდექსი დიდია, მცოდნე ადამიანია, კარგად იცის თავის საქმე, პრობლემები აგერ არის და აგერ უამრავი ჩამოწერილი შეკითხვა დამრჩა დაუსმელი, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი და ჩვენი მაყურებლის და მსმენელის მოთმინებასაც ალბათ. დიდი მადლობა, რომ გვისმენდით ყურადღებით. მადლობა ასევე ლისი პოდკასტს, რომელიც ასეთი კეთილი მასპინძელია ჩვენთვის და ჩვენის მოგწონს აქ ყოფნა, რომ მე მგონი არასდროს სხვაგან არ წავალთ და თქვენც გირჩევთ გამოსცადოთ ეს კარგი გამოცდილება მიიღოთ ამ ხალხთან ურთიერთობით. მადლობთ და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი ვიდეო ისევე როგორც ჩვენი წინა ეპიზოდები პოვებს კარგ გამოხმაურებას და თქვენი მხარდაჭერა გვექნება. თქვენი მხარდაჭერა კი იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი მაყურებელი ნახავს ამ ვიდეოს, უფრო მეტი მაყურებლისთვის გახდება ცნობილი და ეს თემები, რაზედაც ვისაუბრეთ და ასევე ეს მაყურებლები მოგვაწოდებენ კომენტარების სახით იმ თემებს, რომლებიც თუნდაც აი ამ საკითხთან, მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით დღეს ჩვენ ვერ განვიხილეთ, მაგრამ მომავალში იქნება განხილვადი, ან და ნებისმიერი სხვა თემა, რომელიც თქვენთვის არის საინტერესო, იმიტომ რომ ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ თქვენ გესაუბროთ საინტერესო საკითხებზე და თქვენ რა გაინტერესებთ, ჩვენ აი ყავის ჭიქაში ვერ ჩავიხედავთ, უნდა დაგვიწეროთ კომენტარებში. ნებისმიერ კითხვაზე შენებლობასთან დაკავშირებით და არამარტო შენებლობასთან მოგწერეთ და გიპასუხოთ. გავგაკრიტიკეთ, ეგეც არ არის პრობლემა. გამოხმაურება გქონდეთ, თავარია. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მოგწერეთ შეკითხვები, გიპასუხებთ ნებისმიერ საკითხზე, ნებისმიერ იურიდიულ თემატიკაზე, მათ შორის მშენებლობაზე, იმ კითხვებზე მიიღებთ პასუხს, რასაც ალბათ შეიძლება ვერსად ვერ პოულობთ. მადლობა. მადლობა სტუმრობისთვის ბატონო კობა. მადლობა.